საქართველოს და ჩვენ ეკლესიას ულოცავთ დღეს, როდესაც ღვთისგანგებით ჩვენი ეკლესიის სათავეში ღვთის კურთხევით, წყალობით და მადლით დადგენილი იქნა საჯარო ჩვენი ეკლესიისა უდესონიტარის საქართველოს პატრიარქი ილიამ მეორე. ეს არის ეპოქალური მოვლენა, რომ ეკლესია მართლადებელი ისეთ მდგომარეობაში იყო, როგორც ერთმა საზოგადო მოდამ შეადარა, სულ არა გადაფარებული, ეკლესია ჩაიბარა პატრიარქმა და კიდევ დაუმატა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულ ღაფავს და საცავდა ასრულებს ისტორიულ არსებობასო. ეს ათეიზმის ეს არის დიდი ნატრა იყო. და აი ამ ნატრის საწინააღმდეგო მოთო პირიქით აღორძინება ეკლესიის და მადლობთ უფალს და რომ ესეთი ბრძენი მადლმოსილი პიროვნად დადგინა ჩვენ ეკლესიაში. მართებულია უფალმა იცის ვინსა დაადგინოს და ეს სანთელი რომ დაანთო მთელი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის ვიტყოდი და მსოფლიოს მაგალითი იყო პატრიარქის სიმტკიცე რწმენისა და მოთმინება და სასწრება ღვთისა. როდესაც მთელი მსოფლიო შეშინებული იყო ამ ეპიდემიით გრიპის და ზოგმა თავის ეკლესიის უთხრა დარჩით სახლში, პატრიარქმა არა, აღდგომას ერთად ვილოცავთ. მადლობთ პატრიარქს, რომ გაგვიდო ჩვენ, აღმოგვიყვანა, ვიტყოთ აი ამ აღრეული წყლიდან ამოგვიყვანა ნაპირზე და ეკლესიის იარაღი შემოგვიყვანა. მაგალითი მოგცე გვასწავლა, მოგვითმინა, აგზარდა და ღვთისადიდებდა დაგვადგინა ჩვენ და ჩვენი იერი საკეცილო დღეოთ. ამას ულოცავ ქართველებს და მადლობ უფალს ჩვენ პატრიარქისთვის და პატრიარქს ეგდელობას და მრავალჟამიერ მის საჯარო პრობლემებს ჩვენ ეკლესიის.